სამთა სანიკიძე. მშვიდობიანი დამხობის ჩავარდნილი გეგმა და ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყნისთვის. სანამ 4 ოქტომბრის აქციის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები მომხდარის მიზეზებს არკვევენ და პასუხისმგებლობის ერთმანეთისთვის გადაბრალებას ცდილობენ, მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის სასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენის სარჩელის ბოლო დეტალებს აზუსტებს. აქციებისა და მანიფესტაციების მხრივ კი კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ ოპონენტების მისამართით რიტორიკა და ნაბიჯები კიდევ უფრო გაამკაცრა. გამწვავდა გზავნილები დასავლეთიდანაც. იპოვეთ კრიზისიდან გამოსასვლელი გზა. ამ გზავნილი დატოვა დღეს საქართველოს ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელთანაც პრემიერ-მინისტრმა დღეს დანიშნული შეხვედრა გააუქმა. თუმცა მოგვიანებით ელინა ვალტონელის მხრიდან სხვა ინფორმაცია გავრცელდა. თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგები, 4 ოქტომბრის მოვლენები, ახალი სადავო კანონპროექტები, შეჩერებული დიალოგი ბრიუსელთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი ვაშინგტონთან. ემუქრება თუ არა ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ნაციონალური მოძრაობის გარდა კიდევ ვის მოიაზრებს ასაკრძალ პარტიათა ჩამონათვალში მმართველი გუნდი. მიმდინარე პროტესტის და უცხოელი პარტნიორების მწვავე შეფასებების ფონზე როგორ ესახება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ნორმალიზება. რას უკავშირდება ბოლო თვეებში მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებები და კორუფციის შესახებ კანონის გამკაცრება. ამ და სხვა თემებზე დღეს ჩვენ შეკითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ის ჩვენი სტუდიის სტუმარია, ბატონო ირაკლი, საღამოშვიდობის, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით და მოხარებას. ბუნებრივია, დღის ერთ-ერთი მთავარი თემით უნდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ეუთოს თავმჯდომარის განცხადებით, იმიტომ რომ ჩვენ თავდაპირველად ნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც დაიწერა რომ თქვენი შეხვედრა გააუქმეთ, იმიტომ რომ მან გააკეთა ცრუ განცხადებები და მივიდა რუსთაველის გამზირზე აქციას უწოდეთ კანონსაწინააღმდეგო აქცია. თუმცა რამდენიმე საათში ჩვენ აბსოლუტურად საპირისპირო ინფორმაცია წავიკითხეთ, ეუთოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეალურად გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა თქვენთან შეხვედრა და გუშინ საღამოს უკვე იყავით ინფორმირებული, რომ აგვიხსნათ რეალურად რა მოხდა, რატომ ვერ შედგა ეს შეხვედრა. გადაერთხელ მოგესალმებით. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, თქვენ იცით ზოგადად, რომ ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს უწევთ ანგარიშს. ჩვენ ინტერესებში არ შედის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან, წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს, ხო? რეალურად თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ითავსებდა ეუთოს თავმჯდომარის პოზიციას. ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი. ველოდებოდით შეხვედრას და რა თქმა უნდა გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, კითხვებით ვექნებოდა, გაეცემოდა რა თქმა უნდა ამ კითხვებს პასუხი, თუმცა გუშინდელ საღამოს შეიცვალა ყველაფერი. რეალურად ეს კალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, სადაც რატომ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი მოვლენები არ ხდება? არა, ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი. მეორე საფუძველი არის რა? კანონში არის გაწერილი ის თუ როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, კანონის წინააღმდეგ გადაგეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთა 51 ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა, ხო? 50 კაც შეუერთა, როგორც 51 კანონსაწინააღმდეგო იყო, კი, მშვიდობიანი იყო, რა თქმა უნდა, თუმცა იყო კანონსაწინააღმდეგო და ეს ძალიან კარგად იცოდა მან. მან ერთი ტყუილის თქვა იქვე, უკვე აქციაზე და ამას დაამატა დილით მეორე ტყუილი. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ხო, რომ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პიკზე იყო პირიქით აქცია და არაფერი არ შემატებია ამ აქციას მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი კატასტროფა, როდესაც ევროპელი ლიდერები ხომ მაინც არის ფინეთი არ არის ხო ასკოთ ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი
კადრულობს ასეთ ყულს, ხო, ცრუბენდელობას. უფრო ზუსტი შესატყვისი რომ მან ასევე იცრუა რომ თქვენ გადაწყვეტილ გრაფიკზე შეგატყობინეთ ან არ ყოფილა ასეთი კომუნიკაცია გუშინ საღამოს? ზუსტად იგივეა, ერთის და მეორეც. რეალურად თუ გაუქმებაში მას გულისხმობს რომ კანონსაცემლო შეგრებაზე გავიდა, კი, ანუ რა თქმა უნდა საფუძველი ამით შექმნა მან, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. დაკავშირდათ მისგან ვინმე რომ გადაწყვეტილი გრაფიკის გამო ვერ შეხვდებოდათ? ჩვენ ამასთან დაკავშირებით არავითარი კომუნიკაცია არ ქონია, მათ არ ქონიათ პროფესორად არავითარი კომუნიკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც რა თქმა უნდა ჩააყენა ეს უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51 კაცად შეგრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა, ხო, 50 ეგრეთ წოდებული აკაცუკი იყო შეგრებილი იმ აქციაზე და 51 აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოედგენეთ ამ შეგრებაზე, რაც წარმოუდგენელია, ხო, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას. ბატონო პრემიერო, თქვენ აღნიშნეთ, რომ კონფრონტაცია არავისთან არ გინდათ. დღევანდელ განცხადებაში ეწერა, რომ ცრუ განცხადებებიც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ამ შეხვედრის გაუქმების. აი, თუნდაც ისეთი განცხადებები, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ ცრუ განცხადებებად, მომავალში რომ თქვა არ გაკეთდეს. რატომ არ ცდილობს მთავრობა, რომ პირიქით ასეთი შეხვედრები და კომუნიკაცია გამოიყენოს იმისთვის, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს თუნდაც იმ კანონში შესატანცრულებებზე, რომლებიც ასევე მწვავედ გააკრიტიკა სტუმარმა, თუნდაც 4 ოქტომბრის მოვლენებზე, რომელზეც თქვენ უფრო მკაფიო შეფასებებს და დაგმობას ითხოვთ. ნახეთ, იგივე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი ორი შეხვედრა. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს ჩემთან, ხო? გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალებაც ყველაფერთან დაკავშირებით. მათ შორის მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგ ნათელი წარმოდგენა შექმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიიღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს? მაგრამ როცა დავალებას იღებენ, აი ზუსტად იგივე ტიპის, ასე ვთქვათ, სტატუსი აქვს ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში, არ ვიცი, ბაია ბატარაიას. არც არ განსხვავდება. ანუ ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორც არის ბაია ბატარაია საქართველოში, ხო? ანუ ყველაზე ისეთი მაგალითი, თვალსაჩინო მაგალითი მომყავს. ამიტომ აზრი არ აქვს. ელაბარაკა მაგაბოჯორიშვილი, რაც კიდე ელაბარაკე. გავიდა საღამოს 51 აკაცუკად აქციაზე. მაშინ აი ასეთი რიტორიკა. დღესაც იყო თუ კითხვები ქონდა, თუ რამე აინტერესებდა, მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, ხო, რაზეც ჩვენ საუბრობთ. რომ არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს 51 კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51 მონაწილედ. აი ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ საუბრობთ და ასე დროს ხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს. აუცილებლად გავაგრძელებთ დასავლეთთან ურთიერთობის გადაწყვეტის კონტექსტში ამ თემაზე ისევ საუბარს, თუმცა მანამდე 4 ოქტომბერზე რომ გადავიდეთ, იმიტომ რომ გუშინ ევთოს თავმჯდომარეს არ უთქვამს არაფერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე, რომელზეც ამ დრომდე ოპოზიცია ელოდება ორგანიზატორებისგან ახსნა განმარტებებს და ღიად ამბობენ, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი, რომ გეგმა შეიცვალა, რომ მათაც არ იცოდნენ ნაწილმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ გეგმის შესახებ მათაც არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა თვეების განმავლობაში ისინი ხარს უჭერდნენ ამ შვიდობიანი დამხობის გეგმას. ჩვენ ხედავთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გასცდა ვერსია ღობის მორყევის შესახებ და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჟღერებს ამ ვერსიას და ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და ამ მიზნით მოაწყო პროვოკაცია. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, მანამდე თქვენი მხრიდანაც კეთდებოდა განცხადებები, რომ ქართული ოცნების გუნდიდან წასული მაღალჩინოსნები, ყოფილი მაღალჩინოსნები აწვდიდნენ, თქვათ, აქციის მხარდამჭერებს, რაღაც გარკვეულ ინფორმაციას. ანუ შეიძლებოდა თუ არა, თქვათ, მართლა იყოს რაიმე კავშირი ქართული ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და 4 ოქტომბრის გეგმის ავტორებს შორის. აქ ხო ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ერთ ფაქტთან შედარებით. დაანონსდა დამხობის აქცია.
სახელი ქონდა ამ აქციას დამხობის აქცია. შვიდობიანი დამხობის. ხო, შვიდობიანი გასაგებია, რომ ოქსიმორონია, ხო, შვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც არ შეიძლება იყოს შვიდობიანი ან მკვლელობა, ან შვიდობიანი ყაჩაღობა, არ შეიძლება ასევე იყოს შვიდობიანი დამხობა. დაანოსდა ის, რაც დაანოსდა, ყველა ძალიან კარგად მოეხსენებოდა, თან დეტალებში შედიოდნენ. მაგალითად იხსენებდნენ იგივე ვარდების რევოლუციას, შენობაში შეჭრაც დაანონსებული იყო. მარტო ის კი არ იყო, რომ ვიღაცა დაუშვათ შეიძლება ქართული კარგად არ იცის და მშვიდობიანი დამხობა რო არ არსებობს ვერ გაიგო. ამაზე კი არ იყო საუბარი. შენობებში შეჭრაც დეტალებში ქონდა დაანონსებული, ხო, პირდაპირ იხსენებდნენ მაგალითად ვარდების რევოლუციას, რომელიც როგორ წარიმართა პარლამენტის შენობაში შეჭრით. ამიტომ სიურპრიზი არავისთვის არ იყო, რა თქმა უნდა, რომ ერთთან მეორე შენობაში შეიჭრებოდნენ და ამ შემთხვევაში შეარჩიეს პრეზიდენტის სასახლე, ხო? ეს ხო სიურპრიზი არავისთვის არ იყო. და ამ ინფორმაციით 7000-მდე მხარდამჭერი რადიკალური ოპოზიციის 7000-მდე მხარდამჭერი რაც შემორჩათ ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დარჩენი ხო ყველაფერი მეათეხარისხოვანია, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის განიღებდა ფულს, მინაგულიანებდა მას და შემდეგ. აი, კონკრეტებია თქვენ თქვით რომ ქართულოცნების გუნდიდან წასული. აი, მინიშნებით მაინც რო გითხრათ, თქვენი პრემიერობის დროს წასული წევრები გუნდიდან თუ მანამდე წინაც უფრო ადრე. ანუ თქვენი 2024 წლის თებერვლის შემდეგ თქვენი გუნდიდან წასული. პრინციპში მიწავიდა ძირითადად 99% ჩემი პრემიერობის დროს წავიდა, ამ დროს დაემთხვა. ანუ გულისხმობ მანამდე არ მხოლოდ მინისტრებს, არამედ დეპუტატების ნაწილიც ხომ გავიდა. ხო, მე გულისხმობ. ანუ 2024 წლის თებერვლიდან ვინც წავიდა და ვინ მინისტრები არის. მაგას რა თქმა უნდა არ გვინდა ამ თემაში შესვლა, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენთვის თავარი არის ის, რომ ბოლომდე გვიჭირავს სიტუაცია. ვინც არ უნდა სცადოს გუნდიდან გასულმა, არ გასულმა და შემდეგ. თავისი შიშები ქონდათ შეიძლება იგივე შეიძლება კორუფციის გამო ქონდათ თავისი შიშები, სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ქონდათ საკუთარი შიშები, აგულიანებდნენ, შეიძლება რაღაცებს პირდებოდნენ. საბოლოო ჯამში ჩვენ მე რო ვახსენე პრევენციული ზომები. რა თქმა უნდა, მიმართულებითაც გულისხმობდი პრევენციულ ზომებს. ყველა მიმართულებით იქნა მიღებული პრევენციული ზომები, რამაც გაგვიადულა 4 ოქტომბერს უკვე რეაგირება. და თქვენ ნახეთ, რომ ესე რომ თმისყერი არავის ჩამოართმია, ძალიან კარგად, იდეალურად ჩატარდა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა პრევენციულმა ზომებმა ამაში შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ორი წამით თქვენი ინფორმაციით ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს, ხო, ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს, არ ვიცი, ლოგიკურად უნდა გაგრძელდებოდეს და დაუბრუნდები ისე თქვენი ნებართვით ორი წამით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თემას. ეს აქციები რაც იმართება რუსთაველის გამზირზე ყველა ხო ძალიან კარგად იცის, რომ თავისი არსით არის 4 ოქტომბრის დამხობის დელობის გაგრძელება. ვინც იქ მიდის, ყველა მივიდა დამხობის აქციაზეც, ხო და იმის ლოგიკური გაგრძელება. და წარმოადგენთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის ასეთ აქციაზე, რომელიც არის არა, მაგრამ იმის გაგრძელება თავისთავად, ნახეთ, ეს ადამიანებიც ხო ძალადობენ. მარტო კანონსაწინააღმდეგო ხომ არ არის თავისი არსით, ანუ წმინდა ფორმალური ხელისუფლებით ეს არის კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ ნახეთ რა საქმე ეს ადამიანები ძალადობენ. რატომ? იმიტომ რომ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი ხო რაღაც ლოგიკას ეფუძნება. რატო გეუბნება შენ კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ არ შეიძლება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაგეტო 50-იან თუნდაც 300 კაცით? რატო გეუბნება? იმიტომ რომ არ შეიძლება უდიდესმა უმცირესობამ იძალადოს უდიდეს უმრავლესობას. ხო, ამას ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტი და მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა. ესენიც ხო მოძალადეები არიან. და როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მოძალადეებს ემხრობა და აგულიანებს, ეს თავდაც შეგიძლიათ შეაფასოთ რას ნიშნავს. და კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვეცებთ კონფრონტაციას, მაგრამ ხდება ხოლმე ყოველჯერზე ესეთი რამ. ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაცა უარყოფითი თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაგრამ მან დაიწყო ეს ყველაფერი, ხო? მან გააკეთა ესეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა ჩვენ შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხმარება. თქვენ თქვით, რომ უფრო ბევრად უფრო დიდი საფრთხე შეიძლება შექმნილიყო 4 ოქტომბერს. რა საფრთხეებს გულისხმობთ? ანუ ახსენეთ, რომ არა რამდენიმე უწყების პრევენციული ეფექტური მუშაობა შეიძლება და გაცილებით რთული სურათი ყოფილიყო. სხვადასხვა ოპონენტებს გაუჩნდათ კითხვა იმაზეც ასევე, რომ აი თითქოს ქართული ოცნების ლიდერები ღიმილით საუბრობდნენ, რომ თქვა და როდესაც დაიზრნენ ადამიანები ათონელის სასახლისკენ და ისინი სვამენ შეკითხვას, რატომ არ მოხდა ხელისუფლების მხრიდან უფრო ადრეული პროვინციული ზომების მიღება, როგორც კი მურთაზოდელოვამ გააჟღერა მოწოდება მამაკაცური ძალის ჩვენებისა და ათონელის სასახლისკენ დაძვრისკენ. ჩვენ გქონდა ყველა შენობა
გამაგრებული, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეს და ნახეთ, რომ როგორც კი მიადგნენ ჭიშკარს და როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, როგორც კი მოარქვეს ჭიშკარი, მაშინ ჯერ ესერად ჩაერთო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და წუთებში ჩაერთო უკვე სპეცრაზმი, რომელმაც გაამაგრა დაცვის სამსახური და წარმატებით მოიგორია შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის. ეს არის ფაქტები. დაარჩენ ახლა რატო მოირღა ღობე ასე მარტივად? კიდევ ერთხელ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაატაროს მარტივი საგამოძიებო ექსპერიმენტი. მსგავსი ზომის რკინის ჭიშკართან ნებისმიერ ღობესთან შეუძლიათ მივიდნენ იგივე ძალის გამოყენებით მოირღვევა თუ არა ნებისმიერი ასეთი ღობე. რა თქმა უნდა მოირღვევა. რა თქმა უნდა ეს ასეა და დაარჩენ ახლა არის სასწავლებელი ადამიანების სხვა შორის ძველი ფოტოც გაავრცელა და თქვა რომ უფრო მეტ სიმძიმეს უძლებდა ეს ფოტო ამას ასახავდა. არ არის ის ფოტო იმ ფოტოზე რაც ჩანს ყველა სახსოვს ის აქცია დეკემბერში იქ არავინ არ ეჯაჯგურებოდა იმ ღობეს. ამიტომ როცა ერთ რამეს მეორე რამეს ადარებ შესაძლებელი უნდა იყოს. მარტივი სამი ზურაბიშვილის მდგომარეობა გასაგებია ის იყო გამზადებული როდესაც შეიჭრებოდა იქ მოძალადეთა ერთობლიობა პრეზიდენტის სასახლეში ის გამზადებული იყო შესასვლელად. და ამიტომ მას უწევს ახლა თავის მართლება ხა ეს არის და რა მისია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილი ყოველ დღე ამბობს რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი სხვათა შორის 29 დეკემბერს ის გამოვიდა პრეზიდენტის სასახლიდან ყოველდღიურად უსვამს ხაზს იმას რომ პროტესტის დისკრედიტაცია შედიოდა მხოლოდ ხელისუფლების მიზნებსა და გეგმებში და სხვათა შორის ქართული ოცნების ლიდერები გაზაფხულის შემდეგ აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ რომ აი დასავლეთმა გვერდით გაწია სალომე ზურაბიშვილი რომ მან ვერ შეასრულა გარკვეული დავალება და რომ ისინი იმედს აღარ ამყარებდნენ და თქვა წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერად მან დავალება ვერ შეასრულა. მაშინ რა მისია ჰქონდა ახლა 4 ოქტომბრის გეგმაში? რაღაც ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის. იმედი ჰქონდათ, მართლა ჰქონდათ ეს იმედი. ჩვენ ხო ჰქონდა რაღაც ოპერატიული ინფორმაციაც ჰქონდა, მართლა ჰქონდათ სერიოზულად იმედი აქ რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის ცდელობა შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან შეეძლო გამოეცხადებინა თავი კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტად. ხო ეს ხო შეიძლება ღიმილის მონგრელია დღეს. რა თქმა უნდა, აბა სულელი ხო არავინ არის ციხეში წავიდნენ ადამიანები. ციხეში წავიდნენ ადამიანები ხო? როდესაც ამბობთ რომ ბევრად უფრო რთული სურათი შეიძლება მიღებულიყო, ანუ რეალურად რას გეგმავდნენ დაახლოებით რაც ხდებოდა 28 ნოემბრიდან ასეთი ტიპის ძალადობა შეიძლება და გადაზრდილი იყო ის ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი. მაგრამ სწორი პრევენციული მუშაობით ჩვენ მოახერხეთ ის, რომ აღარ მივიღეთ შედეგად ის, რაც ჰქონდა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ხო, როდესაც 5 დღეს გასტანა ბევრად უფრო მასშტაბურმა, ასე ვთქვათ, ძალადობის მცდელობამ. მაშინ 5 დღე დაჭირდა ამ ყველაფრის განეიტრალებას. ახლა ნახეთ, რომ ერთ დღეში მოახერხეთ დამხობის მცდელობის განეიტრალება. თქვენ ამბობდით ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე ერთი თვით ადრე რომ თქვა თქვენი ყოფილი მაღალჩინოსნებიც აწვდიდნენ თქვა აქციის ორგანიზატორებს და ოპოზიციას გარკვეულ ინფორმაციას. სოფო ჯაფარიძემაც აღნიშნა რომ ძალიან ბევრ სურპრიზს უნდა ელოდოს. გავრცელდა კონკრეტული გვარიც სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გავრცელდა ინფორმაცია რომ სწორედ თქვა ის ეხმარებოდა აქციის ორგანიზატორებს. აი ამ თემაზე რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ? მე არ მინდა გვარებში შევიდე, მაგრამ პრინციპში რასაც ჩვენ ვამბობდით ზოგადად ამ თანაშრომლობასთან დაკავშირებით ის დაადასტურეს ერთმანეთის მიღოლებით ხაბეშვილმა, ბურჯულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ხო, ეს სამგვარი მახსენდება შეიძლება სხვაებიც იყვნენ, რასაც ვამბობდით ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული ასე ვთქვათ სუბიექტი ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ჩვენთვის თავი ამოცანა რა არის. თუ თანამშრომლობის იმიტაციას ქმნიდა ის საუბარია, რომ უღალატ ეს რეალურად შეგულიანებული იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით. თქვენ ამ ვერსიის ალბათობას უშვებთ? თანხებით ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ამ ვერსიის ალბათობას თქვენ უშვებთ, რომ აი ვთქვათ, მას ყოფილი მაღალჩინოსანი მათ ეხმარებოდათ და ეხლა არ თუ უშვებთ ეს ინფორმაცია ქონდა და ჩვენ რას თქვით ის დაადასტურეს მათ. ანუ ეს ფაქტი იყო. ანუ იმ კონკრეტულ გვარზე სუსის ყოფილი ხელმძღვანელზე? არა, ქონდა მე სახელმწიფოში და გვარებში არ შევალ არც ერთ შემთხვევაში. ზოგადად ვამბობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს შორის, ყოფილ გუნდის წევრს შორის და
რადიკალურ ოპოზიციას შორის ხაბიაშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები, ანუ ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ მერე თუმცა გრძელდება ისევ პროტესტი 4 ოქტომბრის შემდეგაც ხედავთ რომ ყოველდღე მაინც იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე ადამიანები თქვენი რიტორიკა ნაბიჯები კიდევ უფრო გამკაცრდა თქვით რომ იქნებოდა ნულოვანი თანაგრძნობა კანონდამღები ყველა ადამიანის მიმართ და უკვე რეალობად იქცა ვთქვათ დაანონსებული გეგმა იმის შესახებ რომ კიდევ უფრო გამკაცრდება იანვარში ისედაც გამკაცრებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსები ანუ გზის გადაკეთვისთვის ვთქვათ კანონსაწინააღმდეგო ნივთების ტარებისთვის აქციებზე ჯარიმების ნაცვლად უკვე იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა და სხვა მიმართულებითაც მკაცრდება კოდექსები. ჯარიმები რატომ არაეფექტური იყო, იმიტომ რომ იანვარში საკმაოდ სოლიდური ჯარიმები დაწესდა ყველა ასეთ შემთხვევაზე. დიახ, ჯარიმები აღმოჩნდა რომ იყო არასაგმარისად ეფექტური. რატომ? იმიტომ რომ არიან ადამიანები ვიღაცამ სიამაყე თქვა რომ 250,000 ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი უკვე, მაგრამ აინც დადის. ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს. და შესაბამისად არც ამღების რესურსი არ არსებობს, ხო? ასეთი ადამიანები მიდიან და გეტავენ გზას. ამიტომ ეს მაგალითები პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საკმარისად ეფექტური არ არის ჯარიმები და რაც საკმარისად არ არის ეფექტური, ის უნდა შეიცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით ეს სამართლებრივი ლოგიკაა და ეს ამას გვეუბნება ჩვენ თანაზომიერების პრინციპიც, პროპორციულობის პრინციპიც, ჯერ უნდა სადო იმ ზომის გამოყენება, რომელიც ფიქრობ, რომ უფრო რბილი და ეფექტურია, თუ გიჩვენებს ეს ზომა, რომ არ არის საკმარისად ეფექტური, შეიძლება გადახვიდე განსხვავებულ ზომაზე. ამ შემთხვევაში აჩვენა პრაქტიკა, რომ ჯარიმა არ არის საკმარისად ეფექტური ზომა და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც მერე გამეორების რეციდივის შემთხვევაში მოყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა. და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება უფრო ეფექტური ვიდრე ჯარიმები. და ეს ახალი ზომა რამდენად არის თავსებადი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ყველაფერთან არის თავსებადი, საერთაშორისო სტანდარტებთანაც არის, სტრასბურგის პრაქტიკასთანაც. ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. სტრასბურგის პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტები, თეორია, პრაქტიკა ყველაფერთან არის თავსებადი და კიდევ ერთხელ, ვინმე თუ მიჩვენებს მე ერთ დედაქალაქს, სოფლიოს მასშტაბით, ერთ დედაქალაქს დემოკრატიულს არადემოკრატიულ მნიშვნელობა აქვს. ერთ დედაქალაქს თუ მიჩვენებენ აი ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 50 კაცს, 150-ს და გნებად 300 კაცს შეუძლია ყოველდღიურად გადაკეთოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, მაშინ ხელებს აუწევ, მაგრამ ეს რაღაცა უბრალოდ მაგრამ მაშინ რატომ ვერ აწმუნებთ ევროპელ პარტნიორებს, რომ ეს ძალიან კარგად იციან ყველაფერი. მაშინ რატომ ამბობს ეუთოს თავმჯდომარე, რომ საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის საფრთხის ქვეშ? რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს მიიღებული დავალება, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდან განწირულია, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, როგორც ბაია ბატარაია, ესევე იღებს ეს ქალბატონის დავალებებს. არ უთარ განსხვავება. აი ეს არის ტრაგიკული ყველაზე მეტად დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია ბატარაიას დონემდე. აი ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მიცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ადამიანმა, ხო, 50 კაცს შეუერთა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხო, ტყუილი თქმა მოუწია. რომ აი ხალხი ხა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო, სასწავლებელი ლაბარაკა. აი ამ დონემდეა დასული, ხო? ეს ბაია ბატარაიაზე დაბალი დონეა, ხო? სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. აი ეს არის რეალური სახე დღეს, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია, თორე სხვა ხსნა ამას ხო არა აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან. მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და შეასრულონ ეს დავალება. აი რევოლუციური პროცესები ახსენეთ, თქვათ ხელშეწყობა, ამ რევოლუციური პროცესების, თქვათ კიდევ მცდელობების საფრთხეს ხედავთ თქვენ. აი მაგალითად ასევე რა ეტაპზეა თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხართ, გამოძიება, რომელიც საკმაოდ მძიმე მუხლებით არის დაწყებული. უშვებთ თუ არა და ხედავთ თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას ჩართულობას, იმიტომ რომ წინა კვირას ისიც იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში და ცალკეული პოლიტიკური აქტორები ღიად საუბრობენ, რომ გეგმაში თავადაც იყო ჩართული მისი უარყოფის მიუხედავად. Ну, კონკრეტულ გვარებს ევროპის გეტყვით, მათ შორის ახალაიაზე, იმიტომ რომ ეს არის გამოძიების საქმე. ერთი რაც ვიცით, ვინც ძალადობდა უშუალოდ, იქ ალბათ კიდევ უფრო გაფართოვდება დაკავებული პირების სია, იმიტომ რომ არსებობს აშკარა ღია მტკიცებულებები ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის ვიდეო კადრებიც, აქედან გამომდინარე ორგანიზატორებს გულისხმობს თუ მონაწილეებს, ამ შემთხვევაში უფრო მეტად მონაწილეებს, იმიტომ რომ ორგანიზატორებად ვინც იყვნენ დასახელებული, ისინი უკვე არიან შესაბამის დაწესებულებებში, უფრო მეტად საუბარია, რა თქმა უნდა, ძალადობაში უშუალოდ ჩართულ პირებზე, ამსრულებლებზე, ასე ვთქვათ, ამ დანიშნულებას. აი ნაციონალური მოძრაობის კავშირს ხედავთ ამ გეგმასთან, იმიტომ რომ
ვიცით რომ ცალსახად ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის განძიერი. ის პროდუქტი მხარდამჭერად აცხადებდა თავს. მაგალითად იგივე სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი მის უკან იდგა მთელი პარტიის ხელმძღვანელობა და იქ დაანოსა მან ეს მშვიდობიანი დამხობა და აქციის ხარდაჭერა და ეს ყველაფერი ხო? ეს ხო პირდაპირ კადრებია. მერე წაშალათ ვორსები Facebook-იდან, თუმცა ნუ დაავიწყდა რომ ასე მარტივად არ იშლება დღევანდელი ციფრული, ასე ვთქვათ, სამყაროს პირობებში ინფორმაცია, ხო? ეს ხო ფაქტია. ეს ფაქტი გამოძიებასაც ხო აქვს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, წარადგინება საკონსტიტუციო სასამართლოსაც. და ყველა შესაბამის ინსტანციას. ლიდერთა უმრავლესობა ამბობს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნაბუქოვა, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცის. აბა არ ჩავარდნილი ყო რა სიტყვით. რა თქმა უნდა ჩავარდა და ამას ამბობენ. ჩავარდა და ბუნებრივია ემიჯნებიან დღეს, რატომ? იმიტომ რომ ვის რა თუნდა ესპანეთში ისვენებს სოფო ჯაფარიძე ციხეში იქნებოდა, რომ არ გამიჩნოდა, ხო? რა თუნდა ციხეში წასვლა. ურჩევნია ესპანეთში დაისვენოს. როდესაც მისი თანამებრძოლები ციხეში არიან დღეს მოთავსებული, ხო? ნუ ეს ღირსებაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, ნაციის ღირსებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დღეს უკვე ემიჯნებიან სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც გამზადებული იყო სასახლის შესასვლელად. რა თქმა უნდა, ისიც ემიჯნება. თუ არ მტკიცებულება გაქვთ ამის ზურაბიშვილთან დაკავშირებით? ადამიანი ხო მივიდა დამხობის აქციაზე და არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასთან დაკავშირებით და იდგა იმავე ერთ საათში როგორც კი ნახა რომ ჩავარდა მაშინ ეთქვა როგორც კი ნახა რომ ჩავარდა როგორც კი ნახა რომ სპეცრაზმა მოიგერია სტურმი მაშინვე გაემიშნა რატომ იმიტომ რომ გამზადებული იყო შეასრულად იქვე შორიახლოს იმყოფებოდა რა თქმა უნდა როდესაც ნახა რომ ჩავარდა და სპეცრაზმა მოიგერია შეჭრისწელობა მე უკვე გაემიშნა იგივე გააკეთა სოფო ჯაფარიძემას და იგივე გააკეთა ბატონი გუბაზის ვაშმიც. სწორედ ნაციონალურ მოძრაობაზე მინდა კითხოთ ახლა უახლოეს დღეებში ალბათ, იმიტომ რომ გუშინ უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკვე ბოლო დეტალები ზუსტება საკონსტიტუციო სარჩელის. მმართველი პარტია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის ასაკრძალად, რაც იყო თქვენი გუნდის დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ თვეებით გადაიწია ამ პროცესმა. თქვენ თქვით, რომ იქ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება და იქნება კიდევ სხვა რამდენიმე პარტიაც რომელ პარტიებს მოიაზრებთ? დიახ, მოდით ასე გავაკეთოთ სიას დაუგონკრეტებთ მოგვიანებით, მით უმეტეს რომ მიმდინარეობს ახლა მუშაობა სარჩელზე. ამიტომ ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევალგო ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ გეტყვით რა არის პრინციპი. პრინციპი არის შემდეგი. პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს. რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი, ხო? ნუ პირდაპირ მარტივად რო ვთქვათ, პირდაპირ ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის იგივე ახალი, ხო, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია, ასეთები არიან და მეორე კრიტერიუმი არის რა? რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად რა თქმა უნდა მათაც შეეხება ეს სარჩელი, ხო? თუმცა ზუსტია ცნობილი გახდება რამდენიმე წელი დიდი სია იქნება მოცულობითი, ანუ არ ვიცი შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, შეიძლება, ნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით. დიახ, მცირე პარტიების ჩათვლით თუ 10-მდე პარტია იქნება, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისედაც არ არის, ხო? თქვათ განებივრებული ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალით. მაშინ ვიღარ რჩება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში? ეს არის ერთადერთი გზა ქართული პოლიტიკური სპექტრის განებივრებისკენ. რატომ? იმიტომ რომ დღეს ხედავთ რომ არის ჩაგეტილი სივრცე. არის ერთხარეს ქართული ოცნება და მეორე მხარეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა, ხო? როდესაც ასეთი ორპოლუსიანი სისტემაა ჩამოყალიბებული, არც ერთ მესამე ძალას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად რესურსი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ეს ჩაგეტილი წრეა ჩამოყალიბებული ხელოვნურად. ნახეთ რა გააკეთეს 2012 წელს. თავს მოხეული კოაბიტაციის საფუძველზე გააკეთეს ზუსტად ეს, რომ ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, მეორე მხარეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მთელი თავისი სპექტრით უკვე, რომელიც ცოტა გაიშალა 2012 წლის შემდეგ და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას აქვს გარემხარდაჭერა, ამ სისხლიან ძალადობრივას, თქვათ, პოლიტიკურ ძალას და ასეთ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად თავს მოხეული ორპოლუსიანი სისტემა, არც ერთ ძალას რეალურ ჯანსაღ
პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმის საშუალება, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში. როგორც კი ეს ჩაგეტილი წრე გაირღვევა, ხო, მართლა ეშმაკისეული წრე გაირღვევა, მაშინვე გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური სუბიექტები. ქართული ოცნება იღებს, წარმოიდგინეთ, 12 წლის თავზე არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებში 54%-ს და 3 წლის თავზე უკვე თვითმმართველობის არჩევნებში 82%-ს. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მეორე მხარეს ჩვენი ალტერნატივა არის დანაშაულებრივი სისხლიანი პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა. და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო. როგორც კი მე ის თქმა მინდა რომ აქ რო იყოს მეორე მხარეს ჩანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 54% ვეღარ ავიღოთ, იმიტომ რომ რეალური კონკურენცია გაჩნდება. ამიტომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის. ეს არის ობიექტური ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა, რომ გაჯანსაღდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენთან პოლიტიკური სისტემა, რომ ვიღაცის მოსვლა ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცნობრობის ანიშნავდეს კატასტროფას ქვეყნისთვის. თქვენ ვის მოიაზრებთ ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალებს? შეიძლება შეიძლება არსებულიდანაც აღმოცენდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს, მაგრამ როგორც კი სივრცე გაიხსნება, ეს პროცესი ბუნებრივად დაიძვრება. და ასეც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ დღეს არის კიდევ ერთხელ ჩაგეტილი წრე, ერთ მხარეს ქართული ოცნება, მართველი პარტია, მეორე მხარეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და აქ მარტივად კეთდება, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულ წევრებსაც აქვთ დაარსებული პოლიტიკური ძალები დღეს, ხომ მათაც ემუქრებათ აკრძალვა? მაგალითად, კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები წევრები არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, ფედერალისტებში არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი. აი, აქედან გამომდინარე გეკითხებით, მათაც ემუქრებათ? ესეც იქნება ერთ-ერთი ჩვენი ლოგიკით აქეთკენ მივდივართ და რაც ხა პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალს, თქვენ ვართ ამას რამდენიმე დღეში დავაზუსტებთ. რამდენიმე დღეში. საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე იგეგმება, რომ პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაც იგეგმება. ანუ რამდენად თავსებადია ეს კონსტიტუციასთან, დღეს უკვე საიამაც გამოაქვეყნა განცხადება და თქვა ის, რომ ჯერ საერთოდ გარკვეულ ბუნდოვანებას იწევსო, რას ნიშნავს დაკავშირებული პირი. ანუ თუ პარტიის წევრი არ იყო ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ იყო დაკავშირებული. მისთვის პოლიტიკური აქტივობების შეზღუდვა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების აკრძალვა, ანუ რამდენად იქნება თავსებადი კონსტიტუციასთან, შეგახსენეს, რომ ეუთოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, რომ ინდივიდების უფლება დაიცვან, თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. ამ დღესაც მოიყვანა მაგალითი ხო ჟურნალისტმა დასვაკითხვა, მაგალითად ავიღოთ ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, მაგრამ და შესაბამისად ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი. რაღაც მომენტში გაწევრიანდა თუ არა, ეს არ ვიცით, ხო? ძირითადი ნაწილი ის იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პარტიის წევრი. მაგრამ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის ნაცმოძრაობის განუყოფელი ნაწილი. ამ პოლიტიკური პარტიის, ამ პოლიტიკური ძალის განუყოფელი ნაწილია, ხო? არ შეიძლება ჩვენ რაღაცა ფორმალობის გამო ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში. ის იყო მაღალჩინოსანი. აი დაკავშირებული, რომელიც იზიარებდეს ნაციონალური მოძრაობის ხედვას. ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა პარტიასთან დაკავშირებული პირები და ამაზე გადაწყვეტილებას იღებს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლომ დეტალურად უნდა დაასაბუთოს, ვინ არის დაკავშირებული და ვინ არა. ეს მისი პრეროგატივა. ამიტომ აქ თვითნებობის არავითარი რისკი არ არსებობს. ანუ ის რისკი, რაზეც თქვათ, საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ თქვათ, წინააღმდეგობაში მოდის ბუნდოვანი და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის კოლექტივიზაცია და შეუძლებელია, რომ პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებისთვის. ანუ ეს ბუნდოვანება იქნება თავიდანაც რაღაც ბუნდოვანების რისკი, რაღაცას ინტერპრეტაციებისთვის არ ტოვებდეს ეს საკანონმდებლო ცვლილებას. რეალურად მაქსიმალურად დაზუსტებულია ეს ჩანაწერი, რომელიც შედის კანონში და დანარჩენი არის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტის არჩევის საფუძველზე. რადგან არასახელებთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, უბრალოდ კითხავთ, თქვენ მუდმივად კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მოიხსენიებთ, მათ შორის გიორგი კახარიას პარტიას და ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიას ლელოს. თუმცა თუ ბოლო თვეებში მათ სამოქმედო ტაქტიკას და ნაბიჯებს გადავხედავთ, აბსოლუტურად გასხვავებულია დანარჩენი თუნდაც ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებების ხედვისა და სტრატეგიისგან. გიორგი კახარიას პარტიამ თვეების შემდეგ აღიარა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. ასევე მან ლელოსთან ერთად მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა და
არაერთი მოწოდებისა მაინც არ გადახედა არჩევნებში მონაწილეობის გეგმას და მუნიციპალურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ანუ მაშინ თუ ტაქტიკაში, სტრატეგიებში არის სხვაობა, რატომ მოიაზრებთ მაინც მას კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად? სინამდვილეში ყველა ეს პოლიტიკური ძალა არის უცხოური აგენტურა და ერთი დავალებით მოქმედებენ, უბრალოდ ეს დავალებები შეიძლება გადანაწილდეს სხვადასხვაგვარად, მაგრამ რა მოხდა მაგალითად იგივე ლელოს და გახარიას შემთხვევაში, ხო, რატომ იგვაჩნია, რომ ისინი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი, ხო, რა გააკეთეს მათ? ავიღოთ 2020-21 წლები და ავიღოთ 2024 წელი, ხო, ანუ ორი ძირითადი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ერთი მეორე და 2021 წლის არჩევნები, რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით საპარლამენტო არჩევნებს. ყველა ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკურმა ძალებმა ზუსტად იგივე დღის წესრიგი აირჩიეს, რაც აირჩია ნაცმოძრაობამ და მისმა მეორე დანაყოფამ. ხო, ზუსტად იგივე საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. იგივე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ბოლომდე იყვნენ ჩართული ისინიც საბოტაჟში. ხო, ანუ ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი. საერთო დღის წესრიგით მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, ხო? მათ შორის საბოტაჟთან დაკავშირებით რაც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ საყრდენი, ხო, რასაც არის აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაგონსტრუქციასთან დაკავშირებით. ლელოს ერთ-ერთი გახარია გამიშნა, ლელო არ გამიშნია. ლელოც თითქმის კაფედ არ დაუფიქსირებია. 8 საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და 8 საათის მერე უერთდებოდნენ დამხობის აქციას და ბოლოს გამიშდნენ, მას შემდეგ რაც ჩავარდა ისინიც, ისე როგორც სოფო ჯაფარიძე და სალომე ზურაბიშვილი, ერთ-ერთი გახარიას პარტია იყო, რომელიც გამიშნა, მაგრამ ის თელემ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. უფრო მეტიც გახარიას პარტიას 4 წლის განმავლობაში ჰქონდა შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან. რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ხო? პირდაპირ მათ დღის წესრიგს მიყვებოდნენ და საერთო კოალიცია, ანუ კოალიციას როცა ქმნია არაკონსტიტუციურ თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავალოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველაფერთან დაკავშირებით. ამ ორ პარტიასთან მათ საკრებულოებში მიიღეს მანდატები, ნუ თბილისში ვერა, მაგრამ გახარიას პარტიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიიღო საკრებულოებში მანდატები. აი როგორ გესახებათ, გეგმავთ თანამშრომლობას და ასე როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებში ბოლო პერიოდში გახშირდა მოწოდებები ინკლუზიური დიალოგის დაწყებისკენ პოლიტიკურ ძალებთან. აი ამ არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ ძალე, არჩევნების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან მაინც თუ გესახებათ დიალოგის დაწყება? ნახეთ, რომ ავიღოთ მათი ზოგადი დავალება, რა დავალება აქვთ მათ, რომ არ უნდა აღიარონ ხელისუფლების არც საშინაო პოლიტიკური და არც საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაცია. რას გულისხმობს ეს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღიარონ არჩევნების დემოკრატიულობა, პირველი საპარლამენტო გულისხმობა თვითმმართველობა ამ კუთხით ნაკლებად აქტუალურია და დღემდე ამ მიყვებიან, ხო, ამ დღის ეს ხო არაფერი შეცვლა ამ კუთხით, დღემდე არ აღიარებენ ისინი ჩვენი ხელისუფლების საშინაო პოლიტიკურ აღიარებს გახარიას პარტიას შეცდომა. ბოიკოტის შეცდომა იყო, მაგრამ არჩევნები დემოკრატიული იყო, დღემდე არ წამოსცენია. წამოწდა ის, რომ თვითონ არ მიუღია იმაზე მეტი ხმა, ვიდრე დაფიქსირდა ცესკოს მონაცემებით, მაგრამ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ხო, იმიტომ დავალება აქვს საპარლამენტოს თვითმმართველობის არჩევნებს აღიარებენ. კი ბატონო, მაგრამ საპარლამენტოა, ხო, რითაც განისაზღვრება ხელისუფლების ლეგიტიმაცია. იმას არ აღიარებს და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, დღემდე აცხადებენ ეს ადამიანები, რომ რუსული ხელისუფლება ყავს ამ ქვეყანას. რაც ნიშნავს, როდესაც იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, ხელისუფლების რუსულ ხელისუფლებად გამოცხადება ნიშნავს მისი საგარეო პოლიტიკური კუთხით ლეგიტიმაციის არაღიარებას, ხო? ამ პირობებში რა თანამშრომლობაზეა საუბარი? როდესაც პირდაპირ გარე დავალებით მტრობა აქვს გამოცხადებული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ორჯერ ზედიზედ 1,100,000-ზე მეტმა ქართულმა ამორჩეველმა დაუჭირა მხარი. და ამას როცა არ აღიარებ, როგორ უნდა შედგეს თანამშრომლობა. ისინიც ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ მათ სხვა დავალება აქვთ. მათ აქვს სხვა დავალება, მათი დავალებაა, რომ განაგრძონ შეძლების დაგვარად საბოტაჟი. და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ყავდეს ჯანსაღი ოპონენტი. აი რა, მილიონი საკითხი, ხო, იგივე კორუფცია, ხო, კორუფციაც იყო ნახსენები თქვენს შესავალ სიტყვაში. იგივე კორუფცია რო ავიღოთ, ხო, კორუფციაზე ჩვენ გვჭირდება დახმარება. ეტა ვინმე მოგვიტანოს კონკრეტული
ფაქტები, რაზეც არის ეჭვები და ასე შემდეგ, ხო? არავითარი ამდაგვარი ეს არც აინტერესებს საერთოდ. იქნება რაღაცა უხარისხოდ კეთდება, რაღაცა არასწორად კეთდება. ნეტა ვინმე მოგვიტანოს, მე პირადად ნეტა ვინმე მომიტანოს ასეთი რაღაცები, რაც გამიადვილებს შემდეგ. პრემიერობის დროს მაგრამ ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის კორუფციის წინააღმდეგაც, აი ასე ვთქვათ, განკაცრებული პოლიტიკა, იმიტომ რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან გასულია უკვე 13 წელი. რეალურად ნახეთ რომ ჩავარდნები იყო ამ კუთხით, ხომ, იმიტომ რომ რამდენიმე მინისტრი და ერთი მინისტრი და მინისტრის მოადგილე არიან კორუფციის ბრალდებით დაკავებულები. იყო ჩავარდნები, ეს ხო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბატონო ზინაევიჩმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება 2023 წლის დეკემბერში, მან შესაბამისი მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა თავის საპროგრამო, ასე ვთქვათ, განცხადებაში. ასე დავარქმევდი და იქ საუბარი იყო პირდაპირ კორუფციის კუთხით, რისკებზე, პრობლემებზე, შესაძლო ჩავარდნებზე და იქიდან მოყოლებული ჩვენ კონკრეტული ზომები მივიღეთ. ასევე მე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ადამიანების დაჭერა არ არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში არის პროცედურების გახსნა. მაგალითად ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე. ეს არის პირველ რიგში მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის დღეს გამჭვირვალე. რაც კი გამოცემულა 2024 წლის 8 თებერვლიდან თითქმის 2 წლის განმავლობაში. ეს არის მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გახსნილი, მოიტანოს ვინმე მთავრობის ერთი გადაწყვეტილება, სადაც ნახავს კორუფციის ნიშნებს, ხო, ვერავის ვერ მოაქვს. ერთადერთი რაც აწიეს ამას წინათ ვნახე 500 კვადრატული მეტრი მიწა რატო გადავეცით ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოს. აქამდე არიან დასული და ეს თვითონ როგორც კომპრომატი ისე გამოიტანეს ასეთი რა უერთოები არიან, მე არ ვიცი, მაგრამ მეტი ვერაფერი ვერ გამოიტანეს, ხო, რეალურად არც ერთი მთავრობის არც ერთი გადაწყვეტილებიდან არ გამოუტანიათ არავითარი ეჭვი. ეს არის ერთი რაც უკავშირდება, იგივე რო ავიღოთ პირდაპირ მიღება ქონების, ხო, რაც გავრცელებული პრაქტიკა იყო თავის დროზე, თლიანად ჩავკეტეთ ასეთი პრაქტიკა, არც ერთი აქტივის პრივატიზება არ ხდება, პირდაპირ წესით ყველაფერი გადის აუქციონზე, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს თუნდაც ერთი თეთრი შემოსავალი. აქტიური ზომები მაშინ 2024 წლის თებერვლამდე მაგაზე მაქვს მარტივი პასუხი, იმიტომ რომ სწორედ ამ გარეჩარევით, ამ არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების ქვეყნის შიგნით ძალისხმევით, იმდენად რთული პოლიტიკური ვითარება იყო პლუს ამას ემთხვეოდა არჩევნები, რომ ძალიან რთული იყო სხვადასხვა ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა. მე 2024 წლის მერეც უმძიმესი პოლიტიკური ვითარება გვაქვს ხო მაინც? არა, ჩვენ ახლა დაალაგებული გვაქვს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დაალაგებული ისე, რომ შეგვიძლია მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხრაზე. და ეს გვაძლევს ჩვენ ასევე კონკრეტულად კორუფციასთან ბრძოლის წინა პრემიერის და მინისტრების პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში? ნუ თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული ადამიანები დაჭერილებიც კი არიან. ხო, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მე მაგაზე ვერ ვისაუბრებ. ერთადერთი ვინც შეიძლება ისაუბროს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე არის საგამოძიებო ორგანოები. მე ამაზე მაშინ ასეთ გითხავთ 22 სექტემბერს თქვით, რომ ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებებმაც მოქცათ კორუფციული ფაქტების გამოვლენის შესაძლებლობა. ციტირებ თქვენ სიტყვებს, ანუ წინა ძალოვანი მინისტრების თუ თქვა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები ვერ ებრძოდნენ უფრო ეფექტურად? აქ შეიძლება მე გულისხმობ მართლა მეტ ეფექტურობას, ხო, წმინდა ხარისხის მუშაობის ხარისხის კუთხით არ მინდა ამაში შევიდე, არ მინდა ეს დავკონკრეტო, მაგრამ ყველა ხედავს შედეგებს. იგივე რო ავიღოთ ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, კორუფციული დანაშაული, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ხო? ამ 4 მიმართულებით და ეს საბოლოო ჯამში მე აისახება ყველაფერზე, ხო? გურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, შემდეგ ყველაფერზე. ყველგან გვაქვს დადებითი ტენდენციები, კლება სტატისტიკაში, ანუ ამ დანაშაულებშიც გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად ორგანიზებულ დანაშაულს დაუპირისპირდით უფრო ეფექტურად ნარკოტიკოსს და შემდეგ ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ყველგან დაფიქსირდა კლება ამ თვეების განმავლობაში. ამ რამდენიმე თვეზეა საუბარი, ხო? ანუ 3 თვიან პერიოდზე და უკვე კლება დაფიქსირდა. უფრო ეფექტურად ვებრძვით. ნარკოტიკულ დანაშაულზე ხედავთ, რომ 200-ზე მეტი მსხვილი რეალიზატორია უკვე დაკავებული, პატარებზე აღარაფერს ვამბობ მცირე რეალიზატორებზე, ხო? ორგანიზებულ დანაშაულებზე იყო პრინციპული პრობლემა და ეს პრინციპული პრობლემა გადაწყდა და აქაც ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება ყველა მიმართულებით და კორუფციულ დანაშაულებზეც ნახეთ კონკრეტული გამოძიებები და წარმატებით მიმდინარეობს, ხო? ყველა მიმართულებით ბევრად უფრო ეფექტურია დღეს სამართალდამცავი გუნდი, ვიდრე იყო მანამდე. ნუ დანარჩენი ხარ არის.
მაშინ აქვე იმიტომ კავშირშია საკადრო პოლიტიკაც, რომ აპრილიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიურად თვალისდევნება, რომ რამდენიმე მინისტრს მოუხდა თანამდებობის დატოვება. ანუ კორუფცია იყო ერთ-ერთი მიზეზი და კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრება, რის გამოც მათ დატოვეს თანამდებობები? თუ შემდგარი კორუფცია იცი, ეს ხდება არა თანამდებობის დატოვების, არამედ სამართლებრივი ზომების მიღების მიზეზი. შეიძლება ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში დავინახეთ რისკები, შეიძლება რაღაცებს ეჭვიყო და შემდეგ შეიძლება ასეთი ფაქტებიც იყო, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობა, იყო ცოტა განსხვავებული შემთხვევები, როდესაც გარკვეული ტიპის ხარვეზები დავინახეთ, ამაში არც ერთი გუნდი არ შედის ზოგადად და მეც არ მინდა რომ მაშინ თქვით თქვენ რომ გქონდათ საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი უკვე დაალაგეთ. დიახ. სამთავრობო გუნდსაც გულისხმობ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს სამთავრობო გუნდის სახით და შეგულისხმობ ყველაფერს, გულისხმობ პროფესიონალისტსაც და პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველა მიმართულებით. როგორც ალოვანი ბლოკი, ასევე იგივე ეკონომიკური ბლოკი, სოციალური მიმართულება არიან უკლებრივ ყველა პროფესიონალები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ხშირად ვაკეთებ აქცენტს, ესენი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ პროფესიონალმა შეიძლება ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს. თუ არის არაკეთილსინდისიერი, მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პროფესიონალისტსაც ნელა აგრიფებ, ხო? ამიტომ ორივე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ კეთილსინდისიერებას ვანიჭებთ კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას და ეს გუნდი გამოირჩევა სწორედ კეთილსინდისიერებით და კონკრეტულ პრინციპებს მიღვებიან ეს ადამიანები და ეს არის ის, რასაც გულისხმობდი, ხო, რომ დღეს საკადრო ცვლილებებმა მოგცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. იმ მიზეზით, რა მიზეზითაც თქვა მოხდა წინა შემთხვევაში, თქვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ახლა უკვე აღარ გაგრძელდება საკადრო ცვლილებები მოსაუბრებლისა თუ არა. დღეს არის ძალიან სტაბილური გუნდი და შესაბამისად არავითარ ცვლილებებს ჩვენ არ ველოდებით, რაც წარმოვიდი ხოლმე ადრე. დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ დღეს გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად არავითარი საფუძველი საკადრო ცვლილებებისთვის სამთავრობო გუნდში არ არსებობს. თვითმმართველობის არჩევნებზეც აუცილებლად უნდა კითხოთ, თქვენ ახსენეთ კონკრეტული შედეგი, რაც თქვა მიიღო ქართულ მოცემამ და დღეს ცესკომ საბოლოოდ შეჯამებული შედეგებიც გამოაქვეყნა, მაგრამ აქტივობაზე არ მექნებოდა შეკითხვა, რაზეც ასევე ხშირად აპელირებენ ოპონენტები, იმიტომ რომ ქართულ მოცემამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო 106,965 ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის მერობის კანდიდატის მხარდაჭერის მაჩვენებელი არის 70,21%. თბილისში აქტივობა პროპორციულ ნაწილში 31,8%, ქვეყნის მასშტაბით 40,93%. მაშინ როცა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში აქტივობა შეადგენდა 49%, ქვეყნის მასშტაბით 51%. ანუ რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის აქტივობის ის მაჩვენებელი, რომელიც ნახეთ 4 ოქტომბერს. ახლა მე მინდა გიჩვენოთ და დაგესაბუთოთ, რამდენად აბსურდულია ოპოზიცია თავის ასე ვთქვათ არგუმენტებში. ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამორჩევლის მობილიზებაზე. და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა შევასრულეთ სრულად და ბოლომდე, ხო? და რას გულისხმობ ამაში? წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 1,120,000 ხმა. და თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც ახასიათებს ზოგადად ბევრად უფრო დაბალი აქტივობა, 2021 წელსაც კი იყო აქტივობა იმასე უფრო დაბალი, ვიდრე 2020 წელს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ 2021 იყო გამოცხადებული საპარლამენტო რეფერენდუმათა საპარლამენტო სტოლფას არჩევნებად, მაგრამ ჩვენ გავიმეორეთ პრინციპულად ის შედეგი, რაც მივიღეთ წინა შემთხვევაში, ხო? ანუ 1,120,000 იყო იქ და 1,105,000 სტომილების ფარგლებში იყო მარტო განსხვავება. იგივე ხება თბილისსაც, ვავიღოთ ჩვენ თბილისში ჩვენი პარტიული შედეგი კახკალაძის შედეგი 115,000 ხმა მიიღო კახკალაძე ახლა, რაც რეალურად იმეორებს წინა ორ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობას. ხო, ანუ ჩვენ რაც ქონდა დასამობილიზებელი ჩვენი საარჩევნო ხმები, იმის მობილიზებას შევძელი ჩვენი ამორჩეველი გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და იგივე რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, როგორც ეს გააკეთა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში გამეორდა წინა ორი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ანუ ჩვენ რასაც ვიყავით პასუხისმგებელი,
ის რეალურად შევძელით, ხო? რაც ხდება ოპოზიციას, ან ოპოზიცია რას გვაბრალებს, როდესაც დაბალ აქტივობაზე საუბრობს. თვითონ რო ვერ მოახერხა საკუთარი ამორჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს. ხარ შეიძლება ასეთ აბსურდზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ, ხო? ჩვენი ამორჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამორჩევლის მობილიზება, ამის გამო იყო მათ ხარჯზე დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამორჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ და აბსურდია, ხო? ყველას ცხადია, ხო? მაინც არჩევნების შემდეგ გრძელდება საპროტესტო აქციები და საერთაშორისო პარტნიორებთან ჯერჯერობით ურთიერთობის დათბობის ნიშნები სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ჩანს. სწორედ აი ამის გათვალისწინებით, რომ მუდმივად ისმის კითხვები და განცხადებები, თქვათ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებაზე, ოპონენტების მხრიდან საერთაშორისო იზოლაციაზე, პროტესტიც ყოველდღიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. როგორ დღის წესრიგით ესახება ქართულ ოცნებას, მმართველ პარტიას და პირადად თქვენ ქვეყნის მმართველობის გაგრძელება აი ასეთ პირობებში? პირველ რიგში არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, რაც ვიზუალურადაც ჩანს. ერთადერთი რაზეც აქვს საზოგადოებას პროტესტი, ეს არის ის, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ამაზე ძალიან ღიზიანდება რეალურად საზოგადოება და ამის გამოძახილიც იყო ჩვენი მხარდამჭერების გაღიზიანების, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებების, რომლებიც შედის ახლა კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით, ხო? როგორ შეიძლება 50 კაცი უცხოელი აგენტი, შეიძლება იქ ყველა არ არის აგენტი და ყველა ფულს არ იღებს, მაგრამ იქ ვინც იკრიბება, მათი უდიდესი უმრავლესობა ეს არის უცხოური აგენტურა, რომლებიც გარეთ დაფინანსებით აორგანიზებენ ამ ეგრეთ წოდებულ პროტესტს. როგორ შეიძლება 50 კაცი კეტავდეს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს? ანუ პროტესტი არ არსებობს ბუნებაში. ერთადერთი არის უცხოურად დაფინანსებით მოქმედი ადამიანების რაღაცა ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც ყოველდღე კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, რაც არ მოხდარა. მაგრამ 4 ოქტომბერს იყო. არასდროს 4 ოქტომბერს 7000-მდე ადამიანი გამოვიდა და როგორ შეიძლება 7000-მდე ადამიანმა ცადოს ხელისუფლების დამხობა. ეს ხო ყველაფერს რო თავი დავანებოთ ნონსენსია, მაგრამ სადეს 7000-მდე ადამიანს დაწყებული ბადა ბურჭულაძით და დამთავრებული სალმე ზურაბიშვილით და გენჯეოშნიკებით და შემდეგ ყველა შეეროდა რომ 7000-მდე კაცი შეიძლება მივიდეს აქციაზე და დაამხონ ხელისუფლება. ამ რწმენით გავიდნენ. ის ხო იცოდნენ რომ იქ თავისუფლების მოედანსაც კი ვერ გაუწევდნენ, მაგრამ მივიდნენ 7000 კაცი მივიდა 7000-მდე კაცი და მოინდომა ხელისუფლების დამხობა. ამიტომ პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი რაზეც არსებობს საზოგადოებრივი პროტესტი, ეს არის ის, რომ 50 კაცი დღეს კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რასთანაც გვაქვს საქმე. ვიღაცას არ მოწონს, რომ საქართველოში არის მშვიდობა, საქართველოში არის სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა, ვიღაცას არ მოწონს ის, რომ ქართული ხალხი ირჩევს მართულ პარტიას და უნდათ რომ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესში და რა თქმა უნდა ახლა ამას არავითარი ფასი არ აქვს. მაგრამ ქვეყანა რომელიც თქვათ, რომელსაც აქვს გაცხადებული მიზანი ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორ გესახება დასავლეთთან ურთიერთობა, მაშინ უფრო კონკრეტულად ჯერ ბრიუსელთან დიალოგი ისევ შეჩერებული არის. მაკაბოჭორიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თქვათ ევროკავშირში არის ხალხი, რომელიც გაბუტვის პოლიტიკას არ ემხრობა, როცა ბრიუსელი თბილისს არ დაელაპარაკება. ანუ ვინ არ ემხრობა, ვინ არიან ასეთი ძალები და ასევე რას ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ უკვე ბოლო პერიოდში გახშირდა ევროკავშირის დედაქალაქებთან დიალოგი ბოლო პერიოდში კონკრეტულად რომელ ქვეყნებში? ეს სამის მაგალითი იგივე დანიაში გამართული სამეტიც იყო, ხო, როდესაც კონკრეტული ლიდერები მოდიოდნენ და საუბრობდნენ გადატვირთვის საჭიროებაზე, ხო, თავის ინიციატივით მოდიოდნენ და მე საუბრობდნენ, მაკაბოჭორიშვილს საუბრობდნენ ამ ყველაფერზე. ანუ ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ამ ძალებს არ აქვთ გადამწყვეტი სიტყვის უფლება და ვერ იქთ გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვთ სხვა ძალებს, რასაც ჩვენ უწოდებთ deep state-დან მართულ ძალებს. ხო, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამიტომ ცოტა რთულია ვითარება და ზოგადად ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები, ეკონომიკური ტენდენციები, რასაც არაერთხელ ვისაუბრე უკვე. 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს. და ამ 17 წელიწადში შემცირებულია 17.9%-მდე. რაც არის სრული კატასტროფა, ხო, დამეთანხმებით 60 წლიანი მშვიდობის საფუძველზე ევროკავშირმა შექმნა ძალიან დიდი კეთილდღეობა და ამით გამოირჩეოდა ევროკავშირი და მისი წევრი თითოეული ქვეყანა.
2008 წლისთვის იმის მერე არის კატასტროფული ეკონომიკური ტენდენციები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს კეთილდღეობის მაღალ დონეს, იმიტომ რომ დაგროვილი იყო, როგორც უკვე ითქვა, 1945 წლის შემდეგ უწყვეტი მშვიდობით 2008 წლამდე, მაგრამ 2008 წლიდან არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? და ეს ერთი. მეორე იდენტობის კუთხით აქვთ უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები, მათ შორის ხედავთ მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის ევროკავშირს. ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი ბერლინში, ერთ-ერთ მთავარ ევროპულ დედაქალაქში. და მთლიანად ინგლისის მასშტაბით ყველაზე ხშირად დარქმეული სახელიც არის მუჰამედი, ხო? ეს არის ის პრობლემები, რაც შეექმნა ევროკავშირს და ჩვენ მერე და რაც შეეხება იგივე LGBT თემას, თქვენ მოისმინეთ რა ინიციატივა აქვს ევროკომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანების მიერ, ბავშვების მიერ სქესის შეცვლას. და ეს არა მარტო უნდა დააკონონონ, რომ ბავშვს შეუძლია სქესის შეცვლა, არამედ ვინც არ დაემორჩილება, იმ ქვეყანას ფინანსური სანქციები უნდა დაუწესონ. აი, უბედურება ხდება ევროკავშირში, ჩვენ ეს იმედი გვაქვს. ჩვენ რა თქმა უნდა კვლავაც ვინარჩუნებთ ჩვენ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ რა თქმა უნდა იქამდე მაგალითად 2030 წლისთვის ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები შეიცვლება ევროკავშირში. თუ არ შეიცვლება, თქვენ ხედავთ, სადამდე მივიდნენ უკვე და სადამდე შეიძლება მივიდნენ 17 წელიწადში, სადაც ჩამოვიდნენ 30%-დან 17.5-მდე. იქ წარმოიდგინეთ, რომ შემდეგ 5 წელიწადში კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაღრმავდეს ბევრად ეს პრობლემები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ისე იდენტობის კუთხით და ყველა მიმართულებით, ხო? როდესაც ფინეთს ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს, როგორ შეიძლება იქ ან ეკონომიკური წინსვლის იმედი გქონდეს, ან იდენტობის შენარჩუნების იმედი გქონდეს, ხო? რა თქმა უნდა ვერ გექნება. ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა, ამიტომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირში შეიცვლება ტენდენციები დადებითი მიმართულებით 2020 წელს. სანამ შეიცვლება, რა ბედი ეწევა ვიზა ლიბერალიზაციას, ხომ არ ემუქრება ქვეყანას ის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც მიიღეს 2017 წელს და რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ ეს საფრთხე არ გახდეს რეალური. რეალურად ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგავთ, ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მთავარია რომ ვიღაცამ საპირწონედ არ დაგვიღენოს ეროვნული ინტერესები. ეს არის ერთადერთი ჩვენი კრიტერიუმი. ვიღაცა როდესაც გეუბნება რომ შენ რევოლუციას შენი ხელით უნდა წაახალისო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამის სანაცვლოდ მოგცემენ რაღაც პრივილეგიას, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი დილემა ჩვენთვის, ხო? ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ვერ დავაყენებთ სასწორზე, ხო? ეს ეხებოდა იგივე გამჭვირვალობის კანონს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ეს ბოლო რევოლუციის ცდილობები არ იყო წარმატებული, იყო გამჭვირვალობის კანონი. ეს კანონი სინამდვილეში იყო კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გავხადეთ გამჭვირვალე რევოლუციური პროცესები, ეს პროცესები შესუსტდა. რომ ბევრი მიმართულებით აღარ მოუნდათ გამჭვირვალედ რევოლუციების დაფინანსება, რაც მანამდე აკეთებდნენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. როდესაც ვიღაც გეუბნება, რომ გამჭვირვალობის კანონი უნდა გაუქმო, შესაბამისად სასულიერო უნდა მოუქცეო, რომ ეგ რევოლუციები წავახალისოთ და ამ შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება საბირძონე. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, ამასთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები, მათ შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებები, რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება. თუმცა მუდმივად არის განცხადებები დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ცდარია და უსაფუძვლო განცხადებები, თქვათ, გარკვეული ექსტრემიზმის და რადიკალიზმის დაფინანსების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც ვნახეთ, იმიტომ რომ გაჩნდა შეკითხვები რეალურად იყო თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დაბარებული სახელმწიფო დეპარტამენტში. შემდეგ უკვე ამერიკის საელჩო სპიკერმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა თამარ ტალიაშვილი, რათა სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას აძლიერებენ, რომელიც არასწორად ახასიათებს ამერიკის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს ამერიკის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. აქ იგულისხმებოდა განცხადება ქართული ოცნების მაღალჩინოსნის, რომ ტაილანდის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოდან ხდებოდა, თქვათ, თანხების გადმორიცხვა, საეჭვო გადმორიცხვა საქართველოში. დადასტურდა რეალურად ეს ინფორმაცია. როდესაც ისინი საუბრობენ არასწორ ინფორმაციაზე, აქ მედიაზე იყო აქცენტი, იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც პენსიებს უკავშირდებოდა და მე შემიძლია გითხრათ, რომ პენსიების გავლით რევოლუციური პროცესების დაფინანსების ინფორმაცია არ არის მართებული.
ეს არის მართება. მაგრამ სხვა ტაილანდიდან რაც შეეხება ანუ ტაილანდიდან არ დადასტურდა ზოგადად. რაც შეეხება USAID-ის, NED-ის და საელჩოს ხაზით კონკრეტული პროცესების დაფინანსებას, კონკრეტული ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ბაიდენის არა საუბარია ძველ ადმინისტრაციაზე. ანუ რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას, თუ რაიმე გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, ამასაც გაუზიარებთ ხოლმე და ამ რეჟიმში ვიქნებით, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არა მარტო USAID და NED. კონკრეტულად საელჩოც გამოიყენებოდა ასეთი პროცესების მხარდაჭერისთვის და მათ შორის დაფინანსებისთვის, რასაც კონკრეტული ინფორმაციები არსებობს. რომელი თანამშრომლები იყვნენ ჩართული, ესეც კი ვიცით, ხო? მაგრამ ჩვენ გამოხატავთ იმედს იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ყველაფერი აღარ მოხდება, გადაიდურთება ურთიერთობები, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იყო ჩვენი ელჩი დაბარებული სახელმწიფო დაბარებული, ნახეთ, მას თხოვეს შეხვედრა, რაც არ არის დაბარება როგორც დიპლომატიური ზომა, ეს იყო გამოტანილი ისე რომ თითქოს დაბარება დიპლომატიური ზომა იყო გამოყენებული, რაც ხო ტყუილი. ანუ ეს დიპლომატური ზომა დაბარება ისიც ხო ჩვენც ვიბარებთ ხოლმე ელჩებს მაგალითად დავიბარეთ ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი პროტესტის გამოსახატად. ხო დაბარება არის დიპლომატიური ზომა, ეს დიპლომატიური ზომა არ ყოფილა გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამიტომ სრული ინფორმაცია იყო გავრცელებული. მას თხოვეს შეხვედრა. ეს შეხვედრა ეს კომუნიკაცია. ინფორმაცია გაიცვალა, მათ გამოთქვეს კიდევ ერთხელ რაც შეეხება პენსიების ნაწილს, აქ შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივად დავადასტუროთ ის, რაც თქვა ამერიკულმა მხარემ, რომ პენსიების ნაწილში არავითარი დაფინანსება არ გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების ხარდასაჭერად. მაგრამ პრეტენზიები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით USAID, NED და საელჩო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხო, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ელჩი იყო პირდაპირ ჩართული. თქვენ გახსოვთ, ელჩი იყო პირდაპირ ჩართული რევოლუციური პროცესების წახალისებაში. ისიც სრულ განცხადებების საფუძველზე დაიწყო ერთ-ერთი რევოლუციური პროცესი, ხო ეს ხო? და ხომ არ იგვიანებს თქვენი წინა თვეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა და მოლოდინები, დახურული არხებით მაინც თუ არსებობს კომუნიკაცია და რჩება თუ არა პერსპექტივა, რომ ურთიერთობა აღდგეს? რა თქმა უნდა იგვიანებს. როგორც კი ახალი ადმინისტრაცია შევიდა ოფისში, მასშინვე გავაკეთეთ ჩვენ ძალიან ხმამაღალი საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მასშინვე გაკეთდა ეს განცხადება. შემდეგ გავიმეორეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. რა თქმა უნდა იგვიანებს და იგვიანებს იმ მიზეზით, რომ ჩვენ პასუხი დღემდე არ მოგვისმენია, რაც გასაკვირია ერთი მარტივი მიზეზის გამო. თქვენ ხედავთ, რომ სრული ღირებულებითი თანხმედრა არის გაცხადებული, რაც არის პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ეს არის თლიანად თანხმედრაში ჩვენს პოლიტიკასთან, ჩვენს ღირებულებებთან, ჩვენს მიზნებთან და ასე შემდეგ, ხო? ამ პირობებში რა თქმა უნდა გასაკვირია, ჩვენ მოთმინებით აველოდებით ნახავთ, ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში. Deep State გაიმარჯვებს თუ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება ახალი ადმინისტრაციის გავლენა თუ დარჩება ისევ ძლიერი Deep State-ის გავლენა. ნახოთ მოთმინებით ველოდებით ამ ყოველს. დახურული არხებით მაინც თუ მიიღეთ რაიმე პოზიტიური იმპულსები მას შემდეგ რაც უკვე ელჩი ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარკვეული იმპულსები იყო, მათ შორის მთავარი იმპულსი ჩვენთვის იყო ის დღე, როდესაც ახალმა ადმინისტრაციამ რეალურად გაათავისუფლა ყოფილი ელჩი, ამერიკის ელჩი საქართველოში, კალბატონი დანიგანი და როდესაც იმავე დღეს ეს დემონსტრაციულად მოხდა, ხო, იმავე დღეს მოქცეს ეგრეთ წოდებული აგრემანი, ანუ თანხმობა ჩვენი ელჩის დანიშნვაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო. თავარია რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, ჩვენ მხრიდან არის სრული მგზავრობა. თავარია რომ ჩვენ ვიხილოთ ახალი ადმინისტრაციიდან კონკრეტული ნაბიჯები. შემოხვედრი ნაბიჯები იმ განცხადებაზე, რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური განცხადება გაკეთებული, ხო? ამაზე მეტი არ შეიძლება განცხადება გაკეთდეს. სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვინდა სუფთა ფურცლიდან ყველაფერს დავივიწყებთ. ყველაფერს რაც მოხდა, რევოლუციის წახალისება, USAID, NED ყველაფერ ამ უბედურებას დავივიწყებთ სუფთა ფურცლიდან და ასევე კონკრეტული გზამკვლევით. სადაც რომ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რა არის ამერიკული მხარის ინტერესებში, რა არის ქართული მხარის ინტერესებში, სადაც რომ ყველაფერი ავსახოთ ამ ახალ შეთანხმებაში, თავარია რომ იქიდან დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები.
დრო იწურება ბოლოს ისევ რევოლუციის თემით დავიწყეთ და მას რომ მიუბრუნდეთ თქვენ თქვით 4 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღეში რომ ქვეყანაში აღარ დაუშვებთ მე-6 რევოლუციას და მიიღებთ პრევენციულ მკაცრ ზომებს. ანუ ისევ ხედავთ თქვენ 4 ოქტომბრის შემდეგ აი ახლა რევოლუციის კიდევ ერთ საფრთხეს და რა რისკებით აპირებთ რომ ეს საფრთხები და რისკები დაასკვიროთ და თავიდან მე მგონი რომ დიდი რესურსი ოპოზიციას აღარ დარჩა. თქვენ გახსოვთ ჩემი განცხადებები, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩავიდა ძალიან მშვიდად და მთლიანად 4 ოქტომბრის დღე ჩავიდა მშვიდად, ხო? ან პრინციპულად ასეც მოხდა, რასაც პირდებოდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობის მასშტაბური მცდელობა, ერთი თითქმის ხელი არავის ჩამოვარდნია, ისე მარტივად ჩავატარეთ სპეცოპერაცია. ეს ხო დაპირება, რაც შევასრულეთ. ასევე პირდებით დღეს საზოგადოებას, რომ შემდეგი 3 წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდი განვითარება, მშვიდობიანი განვითარება. ეს არის ჩვენი დაპირება საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულდა.